უკვე 57 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციის მონაწილეები ყოველდღიურად იკრიბებიან საქართველოს პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნით. ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. გონია რომ ჩვენმა დგომამ და ხალხის სიმრავლემ მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ რომ სოფლიომ დაინახა რომ ჩვენ ვართ ღირსი განვითარების ჩვენ ვართ ღირსი რომ ვიცხოვროთ ევროპულ ღირებულებებზე და გვყავდეს დემოკრატიული მთავრობა რომელიც ჩვენს განვითარებაზე იზრუნებს სადაც თითოეული ადამიანი იქნება დაცული და თითოეულ ადამიანს ექნება იმის შეგრძნება რომ მე ვარ ღირებული მოქალაქე ამ ქვეყნის. მგონია რომ რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება პროტესტი მით უფრო უახლოვდებით ამ ნაბიჯს. მგონია რომ შეიძლება ესე არ ჩანს და როცა მოდიხარ რუსთაველს და არ არის გადაკეტილი შეიძლება რომ გეშინია მაგის, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ ყოველი შემდეგი დღე ერთი ის რომ აი ამ ნაბიჯთან მიახლოების დასტური არის ჩემთვის და მეორე რაც მგონია რომ აუცილებელი არის აბსოლუტურად ეს არის სანქციები და ზეწოვა გარეთ მხრიდან. უპირველეს ყოვლისა არა მარტო ქართულოცებას თემა მსოფლიომ უნდა ნახოს რომ ქართველი ხალხის ნება არის ახალი არჩევნები. ამიტომ ეს პროცესი რომელიც მიმდინარეობს უნდა იყოს უწყვეტი და პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს სანამ არ მივახცევთ თავარ მიზანს. რა თქმა უნდა მიზანი არის იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ სტრატეგიული და გლობალური მიზანი არის რომ ჩვენ მივახცევთ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი გზა არის რომ ხალხის მასამ ყველამ უნდა იცოდეს რომ ხალხი არ გაჩერდება და ხალხი ყოველთვის მოითხოვს სამართლიან არჩევნებს. თბილისში 2024 წლის 28 ნოემბერს საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არაერთხელ გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. 22 იანვარს ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც მათი თქმით თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიასა და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს. ბოლო 10 წლების განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ქართული ოცნება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იღენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. თბილისის გარდა აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იმართება. 23 იანვარს აქციები დაგეგმილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ასევე თელავში, ახალციხესა და ახმეტაში. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.